ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ კომისიას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და მას არ აქვს იმისი საშუალება, რომ მიიღოს იურიდიული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, აქ პრობლემა არის იმისა, რომ აქ იურიდიული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ყველანაირ გონიერებას მოკლებული, კანონს მოკლებული, სამართლიანობას მოკლებული და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აბსოლუტურად უზნეო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. თანაც იმ ფონზე, როდესაც თქვენ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კოდორის დაცვა და ის რომ ის იყო აუღებელი ციხესიმაგრე, ეს იყო გაიგივებული სწორედ კვიციანთან და მის სახელთან. კარგად გახსოვთ ის მოვლენები, რომელიც შემდგომ განვითარდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა ამ ტერიტორიების ჩაბარება სხვა ქვეყნისთვის, ყოველ შემთხვევაში ამას სხვანაირად ვერ ახსნით. პირველი რაც გააკეთა, მოახდინა ამ მონადირის განიარაღება და კვიციანის დევნა. ამის შემდგომ გახდა შესაძლებელი, რომ უსისხლოდ და ტყუის გასროლის გარეშე მოხდა კოდორის ხეობის აღება. ჯერ მას გადაერქვა სახელი და დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რომ კოდორის აღების შემდგომ შესაძლებელი გამხდარიყო იმის თქმა, რომ აფხაზეთიც აღებულია და ამის შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ დაიკარგა მთელი აფხაზეთიც და უпростоრად მოხდა უკვე აფხაზეთის ტერიტორიის და ცხინვალის ტერიტორიის აღიარების პროცესი დაიწყო, სხვა ქვეყნებთან აღიარების პროცესი და ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც იყო გაიგივებული ის წარმატება, რომ ის ჯერ ერთი თვითონ სვანეთს და კოდორის ხეობას აქვს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომ მისი აღება ესეთი მარტივი არ იყო და რუსებს გაუძნელდათ იქ შეღწევა და იერიშის მიტანა, ხოლო რაც შეეხება აფხაზებთან თვითონ ჰქონდა კვიციანს ისეთი ურთიერთობები დალაგებული, რომ აფხაზებმა თავის დროზე, ვინც ამ პროცესებს იცნობს და იმ პერიოდში მე არ ვიყავი შორიდან მაყურებელი ამ პროცესებში ძალიან ესე ვთქვათ შუაგულში ვტრიალებდი, ვიცი რომ აფხაზებმა თვითონ თქვეს უარი შესulis და დაპირისპირების შეიარაღებული დაპირისპირებისა. და ეს ადამიანი, რომელმაც კოდორი შეინარჩუნა, ეს ადამიანი გახდა სააკაშვილის რეჟიმისგან დევნილი და ეს იყო აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ რომ მას ჰქონდა თავისი მიზნები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ძალიან ნათლად გამოჩნდა, რა მიზნებიც ჰქონდა და ამის შემდგომ ახალმა ხელისუფლებამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად გაიმეორა ის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დაგეგმილი. ანუ 18 წელი გამოუტანეს განაჩენი კვიციანს. მას შეეხო ამინისტია და 6 წელი მოაკლდა და დარჩა 12 წელი, მაგრამ მოსამართლემ გამოიტანა 18 წელი იმ ფონზე, როდესაც ბაჩუახალაია, რომელიც ცოცხლად ჭამდა ადამიანებს ლამის და ვიცით რა ხდებოდა ციხეებში და ასევე ჯარში, რასთან იყო გაიგივებული ახალაიას სახელი. ეს ადამიანი 5 წლით და მერაბიშვილი 3 წლით ყავს დაპატიმრებული დღევანდელ ხელისუფლებას და კვიციანი, რომელთანაც იყო გაიგივებული ის წარმატებები და ის უძლეველობა, რომელიც კოდორთან დაკავშირებით იყო ქვეყანაში, აი ეს ადამიანი დღეს 12 წლით გაისტუმრეს ციხეში. ამაზე უფრო არ ვიცი, ამაზე უფრო აღმაშფოთებელი ბოლო პერიოდში, რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე მგონი ამაზე უფრო აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება არც სასამართლოს მიუღია და მე მგონი ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან შეურაცხყოფელი, რომ დღეს საზოგადოება ამას ითმეს, უყურებს ამ ხელისუფლებას და არ მოითხოვს, რომ სასტრაფოდ უნდა გადადგნენ ეს წავიდეს ეს ხელისუფლება სახში და მართლაც უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ქვეყანაში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და იღწოდა, ეს ხალხი უნდა იყოს დაფასებული, რომ შემდგომშიც ქართველმა ჯარისკაცმა და ქართველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და როგორ არის ის ქვეყანაში დაფასებული. აი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ეუბნებიან ქართულ საზოგადოებას, რომ ამ ხელისუფლებისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არაფერ ღირებულებას არ წარმოადგენს და მართლაც კვიციანი არის დღეს ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ჯერ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმარი ნამდვილად არ ყოლია და კვიციანი არის პოლიტიკური პატიმარი და საინტერესოა ვისი დაკვეთით მოხდა მისი დაპატიმრება და ციხეში გაშვება. მე ვიცი რომ ეს სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო აუცილებელი და მისაღები და ვფიქრობ იმ ძალებისთვის, ვინც სააკაშვილის რეჟიმის უკან იდგა. თქვენ იცით რომ რუსებს ბატონო
სააკაშვილი თვითონ დაკვეთას ასრულებდა, ანუ თვითონაც ხომ არ იყო მოთამაშე ფიგურა, თვითონაც დაკვეთის შემსრულებელი იყო. მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში სააკაშვილმა გაუთავისუფლა ტერიტორიები რუსეთს, როდესაც კვიციანი განაიარაღა და მონადირე განაიარაღა და მისი დევნა გამოაცხადა და მაშინ გაუთავისუფლა ეს ტერიტორიები რუსეთს და დღეს მოხდა იმ ადამიანის, ესე ვთქვათ, დაპატიმრება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ითხოვდა, იმ ადამიანის დაპატიმრება და 12 წლის ციხეში გაშვება, რომელიც ინარჩუნებდა მთელი ამ წლების განმავლობაში კოდორის ხეობას. შეიძლება რუსეთის, შეიძლება დასავლეთის, მე არ ვიცი, მაგრამ ეს რომ არ არის ლოგიკური გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება რომ მოკლებულია აბსოლუტურად ყველანაირ, ესე ვთქვათ, ახსნას, იურიდიულ ახსნას, ამას შეიარაღებული ფორმირები ბასედავებიან, ბანდფორმირების შექმნას ედავებიან კვიციანს, როდესაც გია ბარამიძემ და მისი კადრები არსებობს, სატელევიზიო კადრები არსებობს, გია ბარამიძემ თავისი ხელით ჩაიტანა ის იარაღი, რომელიც შემდგომ მოხდა მისი ჩამორთმევა და მან დაურიგა ეს იარაღი იქ კვიციანის, ესე ვთქვათ, მონადირეს. და დღეს მას ედავებიან ამას. რომ მან შექმნა თურმე შეიარაღებული ბანდფორმირება. მაშინ ვინც ეს იარაღი ჩაიტანა იქ და ვინც ამ იარაღით შეაიარაღა, ის ადამიანი არ არის ბანდფორმირების თანამონაწილე კვიციანთან ერთად. როგორ ახერხებს გია ბარამიძე გამოდიოდეს ტრიბუნებზე და იძლეოდეს ინტერვიუებს და თავისუფლად დასეირნობდეს და კვიციანი იჯდეს ციხეში. ეს ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია, რაც დღეს ქართულმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და თვით პროკურატურაც იყო ამისი თანამონაწილე. კი ბატონო, სასამართლოებს აკონტროლებს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ პროკურატურასაც ნაციონალები აკონტროლებენ, სასამართლოსაც ნაციონალები აკონტროლებენ, აბა ქვეყანას ვიღა აკონტროლებს. მაშინ ეს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკონტროლებს და წავიდეს სახში. და ღიად ვიცოდეთ, რომ ესენი ვერაფერს ვერ აკონტროლებენ ქვეყანაში. და რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ახალი ძალა, რომელიც შეძლებს დაიცვას ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და დაიცვას ხალხი აგრესიისგან. მე ვიცი რომ ხვალ 12 საათზე რუსთაველზე სვანები აპირებენ შეკრებას და ალბათ იქ გადაწყდება შემდგომ რა უნდა გაკეთდეს. მე ვფიქრობ რომ უპირველეს ყოვლისა რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს მთელი საქართველოს მობილიზება და უნდა მოხდეს ის რომ ქართულმა ხალხმა თავისი სიტყვა უნდა თქვას თავისი სამშობლოს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და უნდა ხმა იმაღლონ იმაზე რა დღეშია დღეს ეს ხელისუფლება, რას ბედავს დღევანდელი ხელისუფლება და კაცრად მოითხოვოს ის რომ პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომელიც კვიციანის განაჩენმა დაბადა ქვეყანაში. აი ამ კითხვებს უნდა გაცეს ხელისუფლებამ. რას ნიშნავს ეს განაჩენი? მე ვფიქრობ, რომ ხვალ 12 საათზე იქ სვანების გარდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც მივლენ და მიიღებენ მონაწილეობას იმ პროცესებში, რომელიც ამ დღეს დაიდგება. კი, აუცილებლად. რა თქმა უნდა დადგეს პირდაპირ პასუხისგებლობის საკითხი, რომ თუ კი ვერ აკონტროლებს თავრობა, ხელისუფლება თუ ვერ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას და თუ ასეთი განუკითხაობაა ქვეყანაში, რომ სასამართლო შეუძლია ესეთი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღოს და ეს მარტო აბსურდული გადაწყვეტილებები კი არ არის, ეს არის ქართული სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების გამოვლინება. ესე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატული დამოკიდებულებაა სასამართლოს მხრიდან, როდესაც ყველამ და მათ შორის ნებისმიერმა მოსამართლემ ძალიან კარგად იცის რა პროცესებთან ჰქონდა საქმე, როგორ გადარჩა კოდორის ხეობა 90-იან წლებში აღებას, აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობის პასუხისგებლობის საკითხი. უფრო მეტიც, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთი ხელისუფლების ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, როდესაც აი ამ გადაწყვეტილებას ისინი ესე შეხვდნენ და მათ ფაქტიურად ხელი შეუწყეს ამ გადაწყვეტილების მიღებას, ესეთი ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს დღეს ქვეყნის მართვას. ვერაფრით როგორ უნდა დაასაბუთონ, იძახიან რომ ამბოხი და შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა. შეიარაღებული ბანდფორმირება შექმნა და შეაიარაღა სახელმწიფომ.
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძე და ის რაც გააკეთა გია ბარამიძემ და თვითონ ეს ადამიანიც ხო სახელმწიფო მოხელე იყო ვიღაცა ქუჩიდან მოსულ ადამიანს ხო არ გადასცეს ეს იარაღი არა ის ხო პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო იქ რანაირად მოხდა შეიარაღებული ბანდფორმირება ქვია ისეთ ფორმირებას რომელიც არის სახელმწიფოს მიღმა შექმნილი თორე სახელმწიფო როდესაც ქმნის რაღაც ჯარს თუ ჯარის ნაერ წარმონაქმნს ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა და ის ვერანაირად ვერ ჩაჯდება შეიარაღებულ ბანდფორმირებაში და მერე შემდგომ უკვე როდესაც მას მოუხსნეს ეს სტატუსი ასამართლებენ წინა დანაშაულზე ხო როდესაც ის შეიარაღდა თორე მაშინ ხო განაიარაღეს კიდევაც როცა შეიარაღდა იმ მომენტიდან არ არის ბანდფორმირების შექმნა და იმ მომენტში როგორ იყო ის ბანდფორმირება როდესაც იყო სახელმწიფო სტრუქტურის წარმონაქმნი და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მარტო ჩვენთან კი არა სასაზღვრო ზოლს ფაქტიურად იცავენ მოსახლეობა ყველაზე მთავარი დამცველი არის მოსახლეობა იქ ყველგან ესია ეს მაგრამ საქართველოს ნოუ-ჰაუ კი არ იყო ეს რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა იყო როგორც დამცველი კოდორის ხეობის ეს ყველგან ესია და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და დღეს ამ ადამიანს ამაზე ასამართლებენ